ერთი. მოგესალმებით მეგობრებო, ესე იგი საგაზაფხულო სესიაზე ჩვენ გვაქვს პირველი სხდომა. ახალი წევრი ყავს ბატონი ვასილი და კეთილი იყოს თქვენი შეუბრძანება ბატონო ვასილი ჩვენს კომიტეტში. ქორუმი გვაქვს. დღეს ესე იგი თორი საკითხი გვაქვს გათვალისწინებული. ერთი ეხება კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცებას და მეორე საკითხი გახლავთ გასული წლის საქმიანობის ანგარიში 2024 წლის საქმიანობის ანგარიში. პირველ რიგში თხოვთ რომ დღის ეს რიგი დავამტკიცოთ. ორივე საკითხთან დაკავშირებით მე მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას რაც შეეხება 2025 წლის სამოქმედო გეგმა ფაქტობრივად იდენტურია 2024 წლის სამოქმედო გეგმის იმ ცვლილებით, რომ რაც ჩვენ ვერ მოვასწარით გასულ წელს, ახალ სამოქმედო გეგმაში იქნა ეს ყველაფერი ასახული. როგორც 2024 წლის გეგმაში ჰქონდა, 2025 წლის სამოქმედო გეგმაც მოიცავს 4 სტრატეგიულ ამოცანას და 34 აქტივობას ჩამოგითვლით ამოცანებს. პირველი ამოცანა გახლავთ აგრარული პოლიტიკის მიმართულებით მტკიცებულებებზე დაფუძნებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა. მეორე ამოცანა გახლავთ აგრარული სექტორის პოლიტიკის განხორციელებაზე ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველყოფა. მესამე ამოცანა კომიტეტის მიერ ეფექტური წარმომადგენლობითი საქმიანობის უზრუნველყოფა. და მეოთხე ამოცანა კომიტეტის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება. ამოცანების მიხედვით ჩაშლილია ეს გაწერილი გვაქვს ჩვენ დროში და შესაბამისად გვაქვს ასევე ინდიკატორები, რითიც საბოლოო ჯამში წლის ბოლოს შეგვიძლია შევაფასოთ კომიტეტის საქმიანობა და ასევე ის მიმართულებები, რასაც კომიტეტი დაისახავს მიზნად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი პრაქტიკა დავნერგეთ გასულ წელს. ქონდა რეგიონებში გასვლა, უშუალოდ ჩვენს მოსახლეობასთან შეხვედრა, ფერმერებთან შეხვედრა და მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მათთან პირდაპირ კომუნიკაციით ეს შეხვედრები იმართებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა თანამდებობის პირების ჩართულობით და ადგილობრივი ხელისუფლების და მათი პირდაპირ კომუნიკაციით ჩვენ უამრავ საკითხს შევეხეთ, რომელიც შემდგომში უკვე სამინისტროსთან ერთად და კომიტეტთან ერთად იქნა გაზიარებული და გარკვეულწილად აღმოფხრილი ხარვეზები, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ჩვენი მოსახლეობის და ფერმერების ყოველდღიურ საქმიანობაზე და მათ ყოფა ცხოვრებაზე. ასე რომ ვფიქრობთ, რომ 2025 წელსაც იგივე პრაქტიკა გავაგრძელოთ და რეგიონებში ჩავატაროთ შეხვედრები. გარდა იმ საკითხებისა, რაც იქნება მთავრობის მხრიდან წარმოდგენილი, ასევე გვექნება ჩვენი ინიციატივები. საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ გასული წლების მანძილზე. ფაქტობრივად თქვენის ნებართვით გავაერთიანებ ამ ორ საკითხს, ვინაიდან შესრულებული სამუშაოც და საომავლო სამოქმედო გეგმაც ფაქტობრივად ურთიერთკავშირშია. ჩვენ რამოდენიმე მიმართულებით ვიმუშავეთ. ინიციატორი იყო ჩვენი კომიტეტი. კანონის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ ცვლილებები შევიტანეთ. ასევე სურსათის ნარჩენებთან დაკავშირებით ვიმუშავეთ და ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ეფექტური და საუკეთესო კანონპროექტი, რაც ჩვენმა კომიტეტმა შექმნა და ეს უკავშირდება როგორც ეკონომიკას, ასევე ჰუმანური მიზნებისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ჩვენ ქარსაფარი ზოლების მიმართულებით ვიმუშავეთ, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ კანონზე ვიმუშავეთ, რომელიც არის ფაქტობრივად ჩარჩო კანონი და სწორედ ამ კანონს დაეყრდნობა და დაეფუძნება შემდგომში სამინისტროს
საქმიანობა და ასევე მნიშვნელოვანია მიწის ბაზართან და მიწასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და სწორედ ზოგიერთი მიმართულებით უკვე ამ 2025 წლის მანძილზეც მოგვიწევს რომ ჩვენ ამ მიმართულებებით ვიმუშაოთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაც მოხდა გასულ წელს, უпростоრეთ 2023 წელს დაიწყო, მაგრამ კომიტეტის ინიციატივად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ჩვენ გვინდა რომ პოპულარიზაცია გაუწიოთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, ჩვენს სიმდიდრეს, სიძველეებს და ასე შემდეგ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქართულ ხორბალთან და წყობის ტრადიციებთან მიმართებაში UNESCO-ს გადაეგზავნა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ ეს იქნეს აღიარებული არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად. საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა კომიტეტმაც, სხვა ჩართული იყვნენ სხვადასხვა სამინისტროები, როგორც ოფლის მეურნეობის, ასევე განათლების, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები. შეიქმნა შესაბამისი დოკუმენტაცია, ასევე გადაღებული იქნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რაც გაგზავნილია და წელს ველოდებით, რომ თავისი პროცედურებიდან გამომდინარე, თუ არ ვცდები, ზაფხულისთვის გვექნება პირველადი შედეგები ამასთან მიმართებაში და ასევე საპატრიარქო იყო ჩართული, ჩვენ ხელისმოწერები შევაგროვეთ 5000-ზე მეტი ხელმოწერა დაერთო ამ დოკუმენტაციას საქართველოს მხრიდან და ვფიქრობ, რომ აღიარების შემთხვევაში ეს კიდევ ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, ვინაიდან იცით, რომ თავის დროზე ასევე მეღვინეობასთან, ყურძენთან მიმართებაში ჩვენ უკვე წარმატებული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული და სოფლიომ აღიარა, რომ გვაქვს 8000 წლოვანი უწყვეტი, ასე ვთქვათ, წარმოების ტრადიცია მევენახეობის და მეღვინეობის და კარგი იქნება თუ ამას უკვე ხორბალი და პურის წყობის ტრადიციებიც დაემატება. ეს არის მოკლედ თქვენ დარიგებული გაქვთ როგორც 2024 წლის ანგარიში, ასევე 2025 წლის სამოქმედო გეგმა და თუ გაქვთ კითხვები, ასევე მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ძალიან კარგი პრაქტიკა დავნერგეთ გასულ მოწვევაში, ეს არის თემატური მოკვლევა და თემატური მოხსენებლები და ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკა უნდა გავაგრძელოთ, ჩვენ შევარჩევთ რამოდენიმე მიმართულებას, სადაც შევაფასებთ როგორც არსებულ მუშაობას და პროგრამას, მის ეფექტურობას და ასევე გამოვიკვლევთ იმ საჭიროებებს, რაც შეიძლება იყოს ამ პროგრამის უფრო გაუმჯობესებისთვის თუ რაღაც ხარვეზების ამოსაფხრელად და ამ თემატურ მოკვლევასაც გავაგრძელებთ 2025 წლისთვის და ასევე საკითხების მიხედვით ჩვენ გვეყოლება თემატური მოხსენებლები, ჩვენ რეგლამენტი ითვალისწინებს, რომ ამ თემატური საკითხების მოხსენებლები მინიმუმ ერთის მაინც იყოს კომიტეტის წევრი და შესაბამისად თქვენ გაქვთ ეს საკითხები დარიგებული და ამ საკითხებზე გვექნება მსჯელობა, ვინც უფრო თვლით, რომ ამა თუ იმ მიმართულებით უფრო მეტად კომპეტენტური ხართ, გამოცდილება გაქვთ და ასე შემდეგ, რომ თემატურ მოხსენებლებში ჩავეწეროთ და ამ თემას გაუწიოთ ლიდერობა და შემდგომში უკვე მოვახსენოთ კომიტეტს. ეს საკითხი შეგვიძლია სხდომის დასრულების შემდეგ უკვე განვიხილოთ. თუ გაქვთ კითხვები? კითხვები როგორც ხედავ არ გვაქვს და მაშინ ეს არის რეგლამენტით როგორ არის ცნობა? კენჭი? ანგარიშს ცნობად ვიღებთ. მაშინ დავაყენებ საკითხს. ვინ არის მომხრე, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2025 წლის სამოქმედო გეგმას უყაროს კენჭი და მომხრე ვინ არის? წინააღმდეგი როგორც ხედავ არ არის. საკითხი მიღებულია და ასევე ცნობად მივიღებთ კომიტეტის 2024 წლის ანგარიშს, საქმიანობის ანგარიშს. დიდი მადლობა, ხოლმე დახურული.